Tam წუთებში გენერალურ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია. თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს იწყება, შეკრებილები ოლიგარქისგან მოითხოვენ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც რეჟიმმა ძალადობრივი მეთოდებით მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ ისინი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. პროკურატურასთან იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე, შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. ირაკლი, რა ხდება აქციაზე, რას ამბობენ შეკრებილები? გენერალურ პროკურატურასთან უკვე დაიწყეს აქციის მონაწილეებმა შეკრება და დღესაც უწყვეტი პროტესტის 26 დღეს მოთხოვნა არის ისევ და ისევ უცვლელი. ეს არის იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სამართალდამცველებმა სრულიად უკანონოდ დააკავეს და შესაბამისად პროკურატურის შენობასთან საპროტესტო აქცია სიმბოლურია, რადგან სწორედ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი ის მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს წარადგინეს, სწორედ ამის საფუძველზე გაიზიარა მოსამართლემ შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდების და ახალგაზრდა ბიჭები პატიმრობაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი სახის პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ახალგაზრდების ბრალეულობას, ამის მიუხედავად პროკურორების შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სრულად გაიზიარეს და 30-მდე პირი ამ დრომდე რჩება პენიტენციურ დაწესებულებაში. მოთხოვნა არის უცვლელი გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. თქვენ ხედავთ აქ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროკურატურასთან მოტანილი აქვთ ბანერი თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს და ფოტოებში არიან ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში. ძირითად შემთხვევაში ყველა მათგანს, რომელსაც თქვენ ახლა ფოტოებში ხედავთ, სისხლის სამართლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მოქალაქეების ბრალეულობას. ზვიად ცეცხლაძის უпростоრეთ მშობლები არიან საპროტესტო აქციაზე. ზვიადიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს სამართალდამცველებმა, მასაც სახელმწიფო ბრალდება სისხლის სამართლით ჩადენილ დანაშაულს ედავება და ზვიადის შემთხვევაშიც არ არსებობს არანაირი სახის პირდაპირ მტკიცებულება, გამოგონილი ბრალდებით არის დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი. მოგესალმებით. მოკლედ ზვიადი ფაქტობრივად დააკავეს სამშობლო სიყვარულისთვის და თქვენ ამას ამბობთ დაკავების წუთიდან. რა სურს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს, რატო სურს ახალგაზრდები ყავდეს ციხეში და როგორია თავად ზვიადის პოზიცია, ალბათ ადვოკატები შედიან მასთან და როგორი განწყობა აქვს, ეს არის დამნიშნულოვანი. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ კარგად არის, მხნედ არის, ყოლჩაღად არის, არეშინია ციხის და იცის, რომ თავისი ბრძოლა და ბრძოლა ამ ახალგაზრდებისა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. რაც შეეხება რა უნდა ივანიშვილს ახალგაზრდების დაჭერით. აი, ამ ქვეყნის ჩაბნელება უნდა, ამ ქვეყნის ახალგაზრდა ნათელი თაობის ციხეში გამომწყდება უნდა, რომ ქვეყანა ჩააბნელოს და მას რომ უნდა იმ მიმართულებით წაიყვანოს და ეს მიმართულება არის რუსეთი. ახალგაზრდებს სურთ ევროპა, ახალგაზრდებს სურთ ევროპული განათლება, ახალგაზრდებს სურთ ქვეყნის განვითარება, პატრიოტები და სამშობლოს მოყვარული ახალგაზრდები და ადამიანები არიან. შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ციხეებიდანაც გამოვლენ და თავიანთ საქმეს ბოლომდე მიიყვანებენ ამ ქვეყანას აუცილებლად ევროპულ რელსებზე დააყენებენ და შეიყვანებენ ევროპაში. დიდი მადლობა. ზვიად ცეცხლაძის მამას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში და როგორც მოისმინეთ, ზვიადი არის მხნედ და მისი მთავარი გზავნილი საპატიმრო დაწესებულებიდან არის ის, რომ ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ზვიადიც დედაც არის საპროტესტო მარშზე. პირველ რიგში მითხარით განწყობა. თქვენი შვილის რას ამბობს ის, რას გითვლით პენიტენციური დაწესებულებიდან და პრინციპში სიმბოლურია საქართველოს პროკურატურა შეკრება, რადგან სწორედ ეს არის ის უწყება, რომელმაც გამოგონილი ბრალდებებით მიმართა საქალაქო სასამართლოს. ზვიადი მხნედ არის, მუხტი არ ჩააგდოთო და აი ჩვენც არ ვაგდებთ მუხტს ყველა დღე კი ხედავთ რა ხდება თავისუფლების მოედანზე და ზვიადი მადლობა აღმერთს, რომ კარგად არის. და ბიძინა ივანიშვილს გამოეპარა ერთი რაღაცა. მას რო ეგონა ბავშვები თამაშობდნენ, თურმე პატრიოტები იზრდებიან და განათლებას იღებენ და ეს რო აღმოაჩინა გაბრაზდა ბიძინა ივანიშვილი და შემოგვიტია რუსული კანონით. და ჩვენ უნდა შევუტიოთ განათლებით და პატრიოტიზმით. დიდი მადლობა. აქციის მონაწილეებს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში, როგორც გითხარით, აქციის მონაწილეებმა გენერალურ პროკურატურასთან შეკრება უკვე დაიწყეს. დღეს უწყვეტი პროტესტის 26 დღეა. მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა საპროტესტო აქციებია დაგეგმილი, თუმცა მთავარი ლოკაცია დღესაც ბუნებრივია იქნება საკანონმდებლო ორგანო, იქ სადაც 7 საათზე მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ მათ მოთხოვნებს.